კარგი, როგორ ბრძანდებით მეგობრებო? მოკლედ დავიწყოთ პირდაპირ. პირველი საიტი, რომელსაც გთავაზობთ და გიზიარებთ, არის მოკლედ ხმის გასუფთავების. თუ რაღაც ვიდეო ჩაწერეთ, ან ხმა ჩაწერეთ და მე აღმოაჩენთ, რომ მაგარი ბანძი ხარისხი აქვს, არ ინერვილოთ, შეიძლება რომ ოდნავ გამოსწორდეს. ნუ რა თქმა უნდა, After-ში შეგვიძლია და Premiere-შიც მაგის გამოსწორება, მაგრამ AI არსებობს უკვე და რატო ვიტანჯოთ, ხო? შევდივართ საიტზე podcast.adobe.com ან პირდაპირ Google-ში დავწეროთ Adobe Podcast და პირველივე ამოვხდეს. და ნახეთ რა ხდება. უნდა ირჩიოთ ეს Enhance Speech. დავუჭერთ ამას და გადავალთ აქ. რა ხდება ახლა აქ? პირდაპირ in files, რომელიც გვაქვს, ჩავაგდებთ აქ. აი მაგალითად მეგობრებო, ჩავაგდოთ ეს, წეხან ჩავწერე უცებ და განახებთ რა განსხვავება იქნება ამასა და იმას შორის. ნუ ცოტა დრო დაჭირდება და უცებ გეტყვით, რომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო არ უნდა ჩააგდოთ, თორე იქ ფასიანია. ანუ ჩააგდეთ MP3 ფაილი. MP3 ფაილს რო ჩააგდებთ, ჩვეულებრივად უფასო არის მოკლედ. და ასუფთავებს ხმას რაღაც უაზრო ხმაურებს background-ზე რო არის ხოლმე ვიღაცა რო ყროყინებს, იმას გააკრობს, ასე თუ ისე შეძლებს და გვარად, რა თქმა უნდა, და მოკლედ ჯიგრული იქნება რა. აი ნახეთ რა განსხვავებაა. ამ წამს დასრულდა ინგლისი არგენტინის თამაში და არგენტინა გავიდა ფინალში, იმიტომ რომ ინგლისი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა. კაი საკმარისია. ეხლა მეორე. ბოლოში. სამწუხაროდ ამ წამს დასრულდა ინგლისი არგენტინის თამაში და არგენტინა გავიდა ფინალში. ხო, მე ეს ახლოს ჩავწერე მიკროფონთან, იმიტომ რომ დებილი ვარ და დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ დამიჯერეთ მენდეთ, საკმაოდ დასუფთავებს. თქვენ თვითონ გატესტეთ. მოკლედ პირველი არის ეს საიტი. მეორე საიტი მეგობრებო, შეიძლება იცოდეთ, არის vocal remover-ი მოკლედ. და რა არის ახლა ეს? მაგალითად გაქვთ მუსიკა და საუბარი ერთი და იგივე ვიდეოში და გვინდა რომ ან მუსიკა გავაკროთ, ან საუბარი რა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ვებსაიტის დახმარებით. ეს არის vocal remover.org. ესეც არის უფასო რა თქმა უნდა. მაგალითად აი გავტესტოთ ძალიან მარტივად. გვაქვს რაღაც სიმღერა, პირდაპირ ამასაც ჩავაგდებთ აქ. აი თვირთება. თუ გვაქვს ინტერნეტთან მჭურდომა რა თქმა უნდა. და ნახეთ. ეს ხო არის სიმღერა ჩვეულებრივად. რავი გადავხილოთ აქ. კარგით. მაგალითად მუსიკა არ გვინდა რომ იყოს. ჩაუწერთ აგერ მუსიკას. კარგი. ცოტა რობოტულია, მაგრამ ეს არის ორიგინალური მუსიკა რა. როდესაც ჩვეულებრივი ვიდეო გვაქვს, მათ მუშაობს ძალიან ჯიგრულად. აი მაგალითად ვოკალი რო აღარ იყოს. ძალიან კარგად მუშაობს. მე ამას რო გააკეთებ და იჩალიჩებთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში saves დააწვევით და ან მუსიკას ჩაიწერთ ცალკე ან vocals. იდეალური საიტი არის მოკლედ რა. კარგით, მესამე საიტი არის იმათთვის, ვისაც გვინდა რომ ვივარჯიშოთ მაგალითად ვიდეო ედიტში და არ გვაქვს ვიდეოები, ან არ გვაქვს ფოტოები, ან არ გვაქვს ილუსტრაციები, ან არ გვაქვს არაფერი საერთოდ. შევდივართ Pixabay-ზე და აქ არის უფასო ეგრეთ წოდებული stock ვიდეოების, stock მუსიკა და ასე შემდეგ. რაც ნიშნავს ეს? ავიღებთ ამ ვიდეოს ან მუსიკას და გამოვიყენებთ ჯიგრულად ჩვენს ვიდეოში ან რა ვიცი, სხვა რამეებში. ისე რომ არავინ არ გამოგვეკიდება და არავინ არ გვიჩივლებს. ასევე არის აქ sound effect-ებიც, ძალიან კარგი, 3D მოდელები, გიფები. სულო და გულო ამაზეა ნათქვამი. მაგალითად ვიდეოში შევიდეთ, ან დავსირჩოთ ნებისმიერი რამე, უამრავი ვიდეო არის, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუნდაც რავი, პორტფოლიოს ასაწყობა და არ ვიცი. ჩავიწერთ ჩვეულებრივად, აი ეს გაგისწოდათ, სანაპირო მოგეწონათ და აჭირეთ რა პრობლემა არის და free download. მოკლედ ჯიგრული საიტია ესეც. ასევე არის sound effect-ებიც. შემდეგი საიტი მეგობრებო არის Mixkit. რა შეგვჭირდება ახლა ეს ნახეთ? ერთხელ ვახსენეთ რომ არსებობს ველოსიპედი და ველოსიპედს ზოგჯერ თავიდან არ ვიგონებთ ხოლმე. მაგალითად გვინდა რაღაც ანიმაციის ან ტექსტის ეფექტის გაკეთება. არ არის აუცილებელი რომ ნოლიდან დავიწყოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე არსებული ყალიბი ასე ვთქვათ და ჩავწეროთ უბრალოდ ჩვენი ტექსტი რაც გვინდა. აი მაგალითად ნახეთ, აი აქ ეს რო გამოდის აქეთ. ეს სახელები ამას რო ჩავიწერთ download free template და ჩავაგდებთ მერე ან Premiere-ში ან After Effects-ში. მე უკვე შეგვიძლია რომ ჩვენი სახელი ჩავწეროთ ან ჩვენი სიტყვები და ზუსტად ეს ანიმაცია მიესადაგება მას. ანუ ამოვარდება აქ რა ვიცი. თქვენი სახელი მაგალითად ზუსტად იგივე ანიმაციით და არა ეს Matthew Perry მაგალითად. აგერ არის ოფენერები, ოფენერი არის ვიდეოს დასაწყისში რაღაც უაზრობები რო ხდება ხოლმე, ტრანზიშენები
titles, logo და ასე შემდეგ. გინდათ ლოგოს დააჭირეთ, გინდა titles, არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ესე გამოდის ლოგო. თქვენ ლოგოს ჩააგდებთ აქ და ესეთი ანიმაცია იქნება. ძალიან ბევრი, რავი, მაგალითი არის და ჩაუჯექით ამასაც. უფასო არის, რა თქმა უნდა, ესეც. კარგით და მეხუთე საიტი მეგობრებო, ვაღიაროთ, მოდი ვიღოთ კურსველები და ეს არის ყველაზე სუსტი საიტი, რაც აქამდე წინა 4-დან შედარებით მოკლედ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი შეხედვით. ნახეთ, After Effects-ში მე რაც დავამოღამ ის არის, რომ პროფესიონალი და არაპროფესიონალი იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ მათი ანიმაცია როგორ მოძრაობს. ან მათი ობიექტები ამ ანიმაციაში. იმისთვის რომ იყოთ პროფესიონალები და ჩანდეთ, აუცილებლად გვჭირდება ხოლმე აი ეს რაღაცა, ეხლა რასაც ვუყურებთ. ეს როგორც როდინება მაღალ დონეზე უკვე გამოჩნდებით პროფესიონალები. და რა იგულისხმება ამაში? ნახეთ, აქ შეგიძლია ივარჯიშოთ და აქვე არის მაგალითი პრევიუ, ასე ვთქვათ, თუ როგორი მოძრაობს თქვენი ობიექტი After Effects-ში. თუ მაგალითად ისე გავაკეთებთ, ნახეთ, შეიცვალა ხო სიჩქარე. ესე მოდის. უცებ ჩქარდება და ზევით ადის მე. თუ ესე შევცვლით, რა მოხდება? რაღაცა მოხდება. განსხვავებული. In-out-ი, out-ი. და ყველაფერი იქნება ძალიან ჯგუფად თქვენს თვალწინზე. როდესაც დავამოღამებთ აი ამას, მოკლედ ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს ანიმაციის დროს, რაც უფრო საკაიფოდ მოძრაობს ანიმაცია, უფრო პროფესიონალები ჩანვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამეებს თუ არ გამოვიყენებთ ამეებს, უბრალოდ რობოტულად იმოძრაობს ობიექტები და ეს არის ეგრეთ წოდებული beginner-ის დონის. ჩვენ კიდე არ გვინდა რომ beginner-ები ვიყოთ საუდაოდ, ხო ესე? მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, გაითვალისწინეთ რომ ხუთივე საიტი მაქვს გატესტილი. ესე ჰაერზე არ ვისვრი ხოლმე სიტყვებს ზოგადად, იმიტომ რომ პირადად მე არ ვაპირებ ფულის გადახდას არაფერში საერთოდ. იმიტომ რომ არსებობს ინტერნეტი და განსაკუთრებით დღეს არსებობს AI. და რა ვიცი, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ და ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ და შეგვიძლია რომ მოვიზიოთ. ამით იმის თქვა, მინდა რომ ყოველთვის როცა მსგავს ვიდეოს დავდებთ და რაღაცას გაგიზიარებთ, უფასო თუ არ იქნება, პირდაპირ დავიკიდეთ მოკლედ რა და თქვენც უნდა დაიკიდოთ, იმიტომ რომ არსებობს უფასო ვერსიებიც. ნუ ფასიანი შეიძლება რაღაც დაგჭირდეს და უნდა გადავიხადოთ კიდევაც, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა გავაწურინოთ ინტერნეტში უფასო მასალას. აბა